ოცნების პრემიერის კიდევ ერთი შეხვედრა ბიზნეს სექტორის წარმომადგენლებთან ირაკლი კობახიძე ამჯერად ნავთობ იმპორტიორებს ხვდება. ჯერ უცნობია, აპირებს თუ არა ეს სექტორი ან რა გზით პროდუქციის გაიაფებას ეკონომისტების შეფასებით მაღალ ფასს აქციზის მაღალი გადასახადი განსაზღვრავს. ფასებთან დაანონსებული ბრძოლის ფარგლებში ეს ირაკლი კობახიძისთვის სავარაუდოდ უკვე ბოლო შეხვედრაა ბიზნეს სექტორთან. ორშაბათიდან კი პროცესი უკვე პარლამენტში გადაინაცვლებს. რას ამბობენ ნავთობ იმპორტიორები? ელენე ბენიძე ესაუბრა შეხვედრის მონაწილეებს. ის ახლა პირდაპირ ეთერში გვიერთდება და მოგვიყვება რა განწყობით მივიდნენ ისინი შეხვედრაზე. ფასების სამთავრობო კომისიასა და ნავთობ იმპორტიორ კომპანიებს შორის შეხვედრა დასრულდა. სულ 45 წუთი მიმდინარეობდა შეხვედრა მთავრობის ადმინისტრაციაში, თუმცა როგორც გახდა ცნობილი, შეხვედრა ისე დასრულდა, რომ შეხვედრის შემდეგ არც ერთმა კომპანიამ არ გააკეთა მედიასთან კომენტარი. ერთადერთი რამდენიმე კომპანიის წარმომადგენლების მხრიდან მოვისმინეთ შესვლამდე კომენტარები, თუმცა სხვა სექტორებისგან განსხვავებით მათ ბევრი არაფერი უთქვამთ, არც ის უთქვამთ არსებობს თუ არა სივრცე იმისა, რომ საწვავზე ფასები შემცირდეს. ერთადერთი კომენტარი გააკეთა ასევე ნავთობ იმპორტიორთა კავშირის წარმომადგენელმა თავმჯდომარემ ვახტანგ გიობაშვილი ამბობს, რომ აქციზის შემცირება არ იქნება იმის გარანტია, რომ საწვავზე ფასები შემცირდეს. ჩვენი სექტორი მთლიანობაში არის დამოკიდებული იმპორტირებულ პროდუქტზე. აქედან გამომდინარე, ჩვენ არ ვიცით იმ დღეს რა იქნება. ჩვენ არ ვიცით პლაცების ფასები რა იქნება იმ დღეს. ამიტომ მოვლენებს წინ გავასწრებთ. დღეს მოვისმენთ ყველაფერს და ამის მიხედვით ჩვენ განსაზღვრავთ შემდგომ რა შეიძლება იყოს და რა არა. აქციზის გამოკლება ვის უნდა მოაკლდეს? აქციზი ხომ მოაკლდება სახელმწიფოს, მის სოციალურ ინსტიტუტებს. ამიტომ აქციზის გამოკლება გამოსავალი მაინც და მაინც დიდი არა. ეხლა ჩვენ გვეტყვიან ასე, მოიქცევით ასე. გაგვიწერენ ასეთ კანონს, ვალდებული ვართ მორჩილოთ არსებულ კანონს. ჩვენ ჯერ გვინდა მოვუსმინოთ პრემიერ-მინისტრს და შემდგომ განვიხილავთ საკითხებს. ეს არის კონსულტაციების პირველი ეტაპი, გავივლით კონსულტაციებს საკოორდინაციო კომისიასთან და მოგვიანებით მოგახსენებთ სრულ ნახოთ, გავივლით კონსულტაციას შეხვედრის დასრულების შემდეგ უფრო დეტალურად მოგახსენებთ. როგორც მოვისმინეთ კომენტარებიდანაც ჩანს, რომ თავად კომპანიის წარმომადგენლები მზად იყვნენ, რომ შეხვედრის შემდეგ გარკვეული კომენტარები გაეკეთებინათ მედიასთან და უფრო ვრცელი ინფორმაცია მოეწოდებინათ იმასთან დაკავშირებით, თუ თავად ბიზნესი სად ხედავს ამ შემთხვევაში ფასების შემცირების სივრცეს, თუმცა თავად ადმინისტრაციის პრესსამსახურმა დაგვიდასტურა, რომ კომპანიების უდიდესი ნაწილი ისე წავიდა, რომ შეხვედრის შემდეგ მედიასთან მათ კომენტარი არ გააკეთეს. როგორც ჩანს, რაც უთხრეს იმაზე დათანხმდნენ ბიზნესმენები, რადგან მოისმინეთ ნავთობ იმპორტიორთა კავშირის წარმომადგენლის განცხადება, რომ ისინი მარტივად დაემორჩილებიან იმას, რასაც იტყვის მთავრობა. ჩვენ შევეცდებით, რა თქმა უნდა, უფრო მეტი დეტალი გავარკვიოთ. როგორც ცნობილია, ასევე შეხვედრას ესწრებოდა ვისელ ჯგუფის წარმომადგენელიც სოსოფ ხაკაძეც. როგორც უკვე გითხარით, ამ კომპანიის წარმომადგენლებმა მედიასთან დიდად არაფერი თქვეს და არ გააკეთეს კომენტარი ფასთა კლებაზე, თუმცა ვიხილეთ, რომ მაგალითად იგივე ფარმაცევტული კომპანიების წარმომადგენლებმა, ასევე ქსელურმა სუპერმარკეტებმაც ღიად დაადასტურეს მედიასთან, რომ რეალურად ფასთა შემცირების სივრცე არსებობს ამ პროდუქციაზე, თუმცა კიდევ ერთხელ განმეორდები და გეტყვით, რომ ნავთობ იმპორტიორ კომპანიებს ბევრი არაფერი არ უთქვამთ ამ საკითხთან დაკავშირებით. ჩვენ ვურჩებით ადგილზე და მომდევნო განახლებულ ინფორმაციებს მომდევნო გამოშვებებში გაგიზიარებთ. ელენე, მადლობა. ალბათ მნიშვნელოვანი სიმპტომია. ეს არის პირველი შეხვედრა, როდესაც მისმა მონაწილეებმა ამ შეხვედრის დასრულების შემდეგ არანაირი კომენტარი არ ისურვეს მედიასთან. ნახოთ, გააკეთებენ თუ არა ისინი მოგვიანებით რაიმე განმარტებას. ელენე, ამას უკვე მომდევნო გადაცემებში მოგიყვებათ.